მოგესალმებით. მე ვარ მარია ჯავაშვილი და დღეს ვიწყებთ თავისუფლების მოედნის პოდკასტს, რომელიც დღეს დაეთმობა თეთრი წყაროს შესახებ საუბარს და გავიგებთ რა წუხებთ ადგილობრივებს, რა გამოწვევები აქვს მუნიციპალიტეტს და ზოგადად როგორ ხედავთ ამ პრობლემების გადაჭრის გზებს. და მე ვფიქრობ, რომ ამ თემაზე სასაუბროთ ალბათ საუკეთესო სტუმარი შენ ხარ, ლუსო დოსტიბეგიანი, რომელიც არის თეთრი წყაროს ახალგაზრდული ცენტრის დამფუძნებელი. ლუსო ასევე წლების განმავლობაში იყო ალგეთის ეროვნული პარკის რეინჯერი და მოკლედ ძალიან საინტერესო ბიოგრაფია აქვს. და სანამ უშუალოდ თემაზე გადავიდოდეთ, ალბათ ჩვენი მაყურებლისთვისაც საინტერესო იქნება, რომ მოგვიყვე ზოგადად როგორ დაიწყო შენი საქმიანობა, ცენტრის დაფუძნება, რეინჯერობაც საინტერესოა შენს ბიოგრაფიაში და ამაზე რო გითხრა ჯერ. მოგესალმები მარიამ, მადლობა რომ მომიწვიე. მოკლედ ხო მე ვარ ლუსო, ვარ თეთრი წყაროდან, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იქ დავიბადე, იქ გავიზარდე, იქ ვცხოვრობ დღესაც. და ხო 4 წელი ვმუშაობდი ალგეთის ეროვნული პარკის რეინჯერად სამშვილდის კანიონის ბუნების ძეგლზე. ხრამის ხეობის 184 ჰექტრის დაცვა მიწევდა და საკმაოდ საინტერესო იყო ჩემთვის ეგ პერიოდი მუშაობის, იმიტომ რომ რეინჯერობა ზოგადად ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა და ძალიან ბევრი რეინჯერი ქალი არ გვყავს საქართველოში სამწუხაროდ. და ეს გარემოსთან სიახლოვე და თემთან ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმ თვალსაზრისით, რომ მაშინ უფრო მეც ხვდებოდი რეალურად რა საჭიროებები აქვთ ადამიანებს, რომლებიც ეროვნული პარკის ირგვლივ ცხოვრობენ. რაც შეეხება ეროვნულ პარკს, მაგის მიღმა, ანუ რასაც ვაკეთებდი, იყო ისიც, რომ დავაფუძნე ახალგაზრდული ცენტრი. მაგრამ ეს იყო მანამდე, სანამ რეინჯერად დავიწყებდი მუშაობას. 2016 წელს დავაფუძნეთ ორგანიზაცია თეთრი წყაროს ახალგაზრდული ცენტრი და 2018 წელს დავიწყე მუშაობა ალგეთის ეროვნულ პარკში. ეს ცენტრი იმიტომ დავაფუძნეთ რეალურად იქიდან გამომდინარე, რომ თეთრ წყაროში არანაირი თავშეყრის სივრცე არ ქონდა ახალგაზრდებს და მაშინ გადავწყვიტეთ მეგობრებთან ერთად, რომ რამე ესეთი სივრცის გაკეთება საინტერესო იქნებოდა, იმიტომ რომ რეგიონებში ვნახულობდი სხვადასხვა ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობდნენ, ხშირად მიწევდა სხვადასხვა პროექტების ფარგლებში, რეგიონებში ვიზიტი და მივხვდი, რომ რეალურად რამხელა დანაკლისი გვაქვს თეთრ წყაროში, რომ რაღაც თავშეყრის სივრცე არ გვაქვს, რაღაც თავისუფალი გარემო არ გვაქვს და 2016 წელს მაგ იდეით შევქმნით ეს ახალგაზრდული ცენტრი. 2018 წლამდე ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან ქონდა კომუნიკაცია, ვთხოვდით შენობას. სამწუხაროდ დღეს იმ რეალობის წინაშე ვდგავართ ქვეყანაში ძალიან ბევრი მიტოვებული შენობები გვაქვს მუნიციპალურ ბალანსზე ან ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლება ვერ ტვირთავს, ვერ იყენებს გარკვეული მიზეზებიდან გამომდინარე, რესურსი და სხვადასხვა მიზეზები კიდე. და ჩვენ გვაქვს საქართველოს კანონმდებლობაში ესეთი წესი, რომ 2 წლით უსასყიდლო სარგებლობით შეუძლია, რომ მუნიციპალიტეტის არსებულ ბალანსზე შენობა გადმოქცეს სარგებლობის მიზნით, იმისთვის, რომ რამე სასიკეთო აკეთოთ თემისთვის და ჩვენ ეგ კანონი ვიცოდით და გამოვიყენეთ ეგ შესაძლებლობა და 2018 წელს გადმოგვეცა შენობა. ეს ხანგრძლივი მოლაპარაკების შედეგად გადმოგვეცა 10 წელი მიტოვებული შენობა რო იყო ის, სასამართლოს ძველი სასამართლოს შენობა იყო და არაფერი არ იყო შიგნით რო შევედით, ყველაფერი ჩვენი ხელით გავაკეთეთ, სხვადასხვა პროექტების და ორგანიზაციების მხარდაჭერით, დონორების მხარდაჭერით და საკმაოდ ბევრი რესურსი ჩავდეთ. იმიტომ რომ შენობა როცა გადმოგვეცა, მუნიციპალიტეტმა გააკეთა სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, რომელმაც შეაფასა სადღაც 27,000 ლარამდე შენობის ღირებულება, ეგეთი იყო და ჩვენ რო გამოვედით შენობიდან, მოგვიწია გამოსვლა იმ კანონების გამო, რაც არის ეს აგენტების კანონი და რუსული კანონი. მაშინ მუნიციპალიტეტის მხრიდან მოხდა ზეწოლა ჩვენ მიმართ, რომ ჩვენ დავრეგისტრირებულიყავით ამ ბაზაში, ეგრეთ წოდებულ გამჭვირვალობის ბაზაში და ჩვენ არ დავრეგისტრირდი და აქედან გამომდინარე ერთადერთი ზეწოლის მექანიზმი რაც ქონდა მუნიციპალიტეტს ეს იყო ჩვენ იქიდან გამოშვება. იმიტომ რომ კონტრაქტს ვადაგავიდე და ახალი კონტრაქტი აღარ გაგწელდა. ან მოგვიწია შენობის დაცლა. და სანამ შენობიდან გამოვიდოდით, გავაკეთეთ ჩვენ შეფასება, დამოუკიდებელი ექსპერტი ყავდა მოყვანილი და
225,000 ლარად შეაფასა შენობა. ანუ საკმაოდ გავგზარდეთ შენობის ფასი. და სამწუხარო რეალობა არის ის, რომ ის ორგანიზაცია, რომელიც თემში მუშაობდა არა მარტო ქალაქ თეთრწყაროში, არამედ სხვადასხვა სოფლებშიც, მათ შორის და აკეთებდა სხვადასხვა პროექტებს არა მარტო ახალგაზრდულს, არამედ ქალებისთვისაც ჰქონდა სხვადასხვა პროექტები, მაგალითად ქალები და ყავდა უფასო გამოკვლევებზე გინეკოლოგთან, გარდა მაგისა ჰქონდა ქალთა კლუბი, ჰქონდა ისეთი აქტივობები, სადაც მშობლები და ახალგაზრდები ერთად ერთვებოდნენ კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით, იმიტომ რომ ხშირად აფიქსირებდნენ ახალგაზრდები ხოლმე, რომ მშობლებთან კომუნიკაციის დროს რაღაცა სირთულეებს აწყდებიან და ეგ თაობა მაინც ისეთია, ხო, რაღაცა ბევრ სირთულეს რო გადის ეს გარდამტეხ ასაკში და რო უჭირდება ესეთი ხარდაჭერები. და არ იყო მარტო ახალგაზრდებზე ორიენტირებული სივრცე. დღეს აღარ არსებობს. დღეს ეს ანუ შენობა არის, უბრალოდ ორგანიზაცია გაჩერებულია ჩვენი. იმ შენობაში ჩვენ აღარ ვართ. იქ შევიდა კულტურისა და სპორტის ცენტრი, რომელიც არის მუნიციპალური IP, ანუ მუნიციპალიტეტის მიერ რეგისტრირებული და დაფინანსებული IP და რომელმაც იქ რამოდენიმე სექცია გახსნა. ანუ მაგ შენობაში სამწუხარო რეალობა ეხა ჩვენ გვაქვს შეტანილი ეს საკითხი სახალხო დამცველთან და ვცდილობთ რომ მივყვეთ ამ პროცესს, რომ რეალურად დავანახოთ, რომ ჩვენ წლების განმავლობაში მართლა ვმუშაობდით ადგილობრივი მუნიციპალიტეტთან ერთად, ძალიან ბევრ ერთობლივ პროექტსაც ვახორციელებდით. რა ვიცი, დონორებიდან დაწყებული, ვინც კი ჩვენთან ჩამოდიოდა სტუმრად, აუცილებლად ხვდებოდა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს და სხვადასხვა მიმებისთვის, აქტივობებისთვის უთმობდით ამ შენობას მუნიციპალიტეტსაც და მათ შორის არა მარტო მუნიციპალიტეტის IP-ებსაც, არამედ აი მაგალითად სოფლის ექიმები რო ყავს, ამბულატორიები რო გვაქვს სოფლებში, იმ ექიმებსაც ჩვენ სივრცეში ვტარდებოდა ტრენინგები და ხშირად იყო სისხლის დონაციის აქციები, მათ შორის ძაღლების სტერილიზაციის საკითხი ჩვენ ორგანიზაციით იყო წამოწეული მუნიციპალიტეტში. უბრალოდ ძალიან გაიშალა მუშაობის ველი, იმიტომ რომ რეალურად როცა ახალგაზრდებთან მუშაობ, მე ხვდები რამდენი სხვა პრობლემა აწუხებს ახალგაზრდას იმ ქალაქში ან თემში, სადაც ცხოვრობს და იქიდან გამომდინარე გიწევს მე სხვადასხვა რაღაცებზეც აქცენტის გაკეთება. ხო, და იმაგაზე მინდოდა რომ თითოეულ სფეროს ყველაფერს ვერ მოვიცავთ ამ პოდკასტის ფარგლებში, მაგრამ მინდა რომ რამდენი მნიშვნელოვან სფეროს შევეხო და პირველი ხა დღეს მეგობარს ვესაუბრებოდი რომ აი პოდკასტთან დაკავშირებით რომ დღეს რაც ვაპირებდით ჩაწერას და მითხრა რომ აი თეთრი წყარო არც ვიცი სად არისო რა და ანუ ეს არ არის უჩვეულო პასუხი, იმიტომ რომ ალბათ უმრავლესობამ თბილისში ვინც ცხოვრობთ არ არის ეს ინფორმაცია ხშირად ჩვენთვის ან საინტერესო ან ხელმისაწვდომი, რომ მე გამომდინარე რომ რეგიონებში მუშაობდი და შენც გიცნობდი თეთრი წყაროში ჩამოვდიოდი, ეს ამ პრობლემებს ხედავდი და ჩემთვისაც ძალიან უცნაური იყო, რომ ესეთი საბაზისო გამოწვევები ქონდა ქალაქსაც და სოფლებს, რაც თბილისში მცხოვრები ადამიანისთვის იგი წარმოუდგენელია, რომ აი დღეს კიდევ მაგ საფეხურზე ვართ. ხა ჩვენ მოედანის სურვილი არის რომ ზოგადად რომ აი პოდკასტებითაც უზნაეს სასამართლოსთან აქციებით ხელი შეუწყოთ იმას, რომ აი ეს მუნიციპალიტეტის გამოწვევები რაც არის გამოვიტანოთ, ბევრმა ადამიანმა გაიგოს და ასევე გაიცნოს შენნაირი ადამიანები, რომლებიც რაც გიცნობს სულ იმაზე საუბრობ და საქმეად მაგაც აკეთებ, რომ როგორ განავითარო ის ადგილი, სადაც დაიბადე და გაიზარდე. და მოდი პირველი ეს ჩვენთვის საინტერესო იქნება, ეს არის განათლება, ხო? აი როგორ იღებენ და როგორ განათლებას იღებენ თეთრი წყაროელები და აი ეს მათი საგანმანათლებლო გზა საიდან იწყება და სად გრძელდება და თან იმასაც გეტყვი ხარ, რომ აი გამეღიმა შენ მეგობრის იმას წინადადებაზე, რომ არ ვიცი თეთრი წყარო სად არის და არა და თეთრი წყარო ძალიან ახლოს არის თბილისთან, რეალურად 1 საათის სავალზე. 60 კილომეტრია უშუალოდ ქალაქი თეთრი წყარო დაშორებული თბილის და თითქმის ანუ ითვლება ქვემო ქართლის შუა გული. იმიტომ რომ რეალურად ყველა მუნიციპალიტეტთან გვაქვს საზღვარი.
ბოლნისთან, მარნეულთან, დმანისთან, წალკასთან, გარდაბანთან და ნუ რა თქმა უნდა უკვე თბილისში ჩამოვდივართ რა. ანუ ყველა მუნიციპალიტეტთან გვაქვს საზღვარი, ანუ იმდენად დიდი მუნიციპალიტეტია, წარმოიდგინე 80-მდე დასახლებული პუნქტია, რამოდენიმე სოფელი უკვე დაცლილია და ერთი ქალაქი და ერთი დაბა მანგლისი, ანუ მანგლისის ტერიტორიაც ჩვენ მუნიციპალიტეტში შედის. და ლანდშაფტიც განსხვავებული, იმიტომ რომ გვაქვს მაღალმთიანი სოფლებიც რა, ეს ძალიან მოკლედ რაც თეთრი წყაროს ეხება და ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ გამოირჩევა როგორც კულტურული მრავალფეროვნებით, ბუნებრივი მრავალფეროვნებით, ასევე ეთნიკური მრავალფეროვნებით, იმიტომ რომ აქ შეხვდები ძალიან ბევრ სხვადასხვა ეთნიკური წარმომადგენლის, ანუ ადამიანს, მათ შორის ეკომიგრანტებსაც საქართველოდან და ეს ჩემთვის თეთრი წყარო ყოველთვის რაღაც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ვეძახი турბულენტურ ზონას. ანუ იმდენად ყველაფერი არის ერთმანეთთან დაახლოებული, რომ ჩამოხვიდე შეიძლება ვერ გაარკვიო რა ხდება ამ თეთრი წყაროში რა. მაგრამ საკმაოდ საინტერესო მუნიციპალიტეტია, ძალიან მრავალფეროვანი ამ თავის სირთულეებითაც. ახლა რაც შეეხება განათლებას, ანუ სამწუხაროდ მიუხედავად იმისა, რომ სადღაც 19,500-მდე ადამიანი ცხოვრობს ბოლო აღწერით მთელ მუნიციპალიტეტში და სამწუხაროდ არ გვაქვს სკოლის შემდეგი განათლების მიღების საშუალება მუნიციპალიტეტში. ანუ რას გულისხმობ ამაში? ჩვენთან არის საბავშვო ბაღები, სკოლამდელი აღზრდის ეს საბავშვო ბაღები და მერე არის სკოლები. ანუ საშუალო სკოლები 12 კლასამდე, რაც ახლა არ ვიცით კიდე რა მოხდება ამ შემთხვევაში, ხო, ამ ახალი ეგრევე ვთქვათ ბჭყალებში, რეფორმის ფარგლებში, ეს იქნება 12 კლასი თუ 11 კლასი, მაგრამ მერე უკვე ანუ წარმოიდგინე, არც კოლეჯი გვაქვს და არც უნივერსიტეტი არ გვაქვს. ანუ ახალგაზრდას, რომელიც თეთრწყაროში დაამთავრებს სკოლას, უწევს იფიქროს განათლების მიღებაზე ან თბილისში, ან მარნეულში ყველაზე ახლოს, ან რუსთავში კიდე კოლეჯებში. და გარდა ამისა ეს ფორმალურ განათლებას რაც ეხება, გარდა ამისა არანაირი პროგრამა არ არის, აი ვთქვათ რომელიმე უნივერსიტეტს ან რომელიმე კოლეჯს ოქონოდა რამე პროგრამა დანერგილი ჩვენთან, რომ ვთქვათ იქ ესწავლათ ახალგაზრდებს. ამის რესურსიც არ არის. და ხშირ შემთხვევაში ვაწყდებით იმ პრობლემას, რომ იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრი ოჯახი არის სოციალურად დაუცველი, ან ყველას არ შეუძლია ხა ბავშვს მისცეს განათლება, სათანადო ხო? ვერ გზავნიან ახალგაზრდებს თბილისში. ანუ იმიტომ რომ ქირის პრობლემა, ტრანსპორტის პრობლემა და ასე შემდეგ, ხო, ხარჯი არის საკმაოდ დიდი. და ეკონომიკური სიძლიერე არ გვაძლევს, ანუ არ გვაქვს ისეთი ეკონომიკური სიძლიერე, რომ აქ შეძლოთ სწავლა რა. და ბევრი აქედან გამომდინარე არ სწავლობს. ანუ ვისაც შეუძლია რომ ახალგაზრდას თავის შვილს მისცეს განათლება, ეს ცდილობს ამის გაკეთებას, მაგრამ ჩვენ გვყავს ისეთი ახალგაზრდები, რომლებიც სკოლის მერე არ იღებენ განათლებას. და ეს არის რეალურად ყველაზე დიდი პრობლემა, ხო? იმიტომ რომ მერე ახალგაზრდა რომელიც არ ვითარდება და უბრალოდ ფიქრობს რეალურად შემოსავლის წყაროზე და სამსახურის სადმე დაწყებაზე, ანუ და კარიერულად არიზდება, რეალურად ის სამწუხაროდ ძალიან დიდ ცვლილებებს ვერ მოახდენს, ხო? ანუ ჩვენ ხო ვიცით, რომ ერთადერთი ყველაზე ძლიერი წყარო, რაც არის ჩვენთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის განათლებაა და ეგ ანუ ამის სრულფასოვანი რესურსი იქ არ გვაქვს სამწუხაროდ რა. და მათ შორის ყველაზე რთულია კიდე ეთნიკურ თემში ეგ პრობლემა, იმიტომ რომ აი რა ვიცი ხა ბოლოს რაც მახსენდება, თითზე ჩამოსათვლელი ახალგაზრდები არიან, ვინც რეალურად ეხა დადის მარნეულის კოლეჯში და იქ სწავლობს და არ დადის უნივერსიტეტში თბილისში. ანუ ესაც ეხა წამოვიდა ეს ტენდენცია ბოლოს უკვე რომ მიიღონ განათლება, ისაც კოლეჯში, მაგრამ არა უმაღლეს განათლების მიმართულებით წამოსულიყვნენ თბილისში სასწავლებლად რა. ხო. და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებით, ხა მე რაც მახსოვს ჩვენ რო ვატარდით ხოლმე ტრენინგებს თქვენს ცენტრში, იყვნენ მონაწილეები, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, რომელსაც კარგად არ ესმოდათ ენა. მაგრამ მაშინ მახსოვს, რომ შენც მითხარი მათზე, რომ ძალიან მოტივირებულები არიან და მიუხედავად იმისა, რომ უთხარით, რომ აი ქართულად იქნება და მას უყოფილად არ ესმით, მაინც უნდა რომ ჩაერთვნენ და სურვილი ჰქონდათ, რომ მონაწილეობა მიიღოთ. და აი მაშინ დავიწყე ამაზე ფიქრი რა, რომ რა რთულია, რომ შენ ცხოვრობ ქვეყანაში და იქ ეს ძირითადი ენა რაც არიცი, ძალიან ბევრი შესაძლებლობები უბრალოდ გვერდით გაივლის, ხო, შენთვის. და
აი მაინტერესებს რეალურად რამდენად დგას ენის პრობლემა უმრავლეს შემთხვევაში და რა იწვევს ამას ის რომ სკოლაში არ არის ეს ხმისაცნომი ოჯახები ამბობენ უარს რომ ასწავლონ და რა გამოწვევებთან არის დაკავშირებული ესეც საინტერესო იქნება ხშირ შემთხვევაში წლების განმავლობაში ანუ ამ თემთან არავის არ ქონია რამე ტიპის პროგრამები ან პროექტები რომელიც დაეხმარებოდა მან იგივე ენის შესწავლაში ხო რაღაც ერთი პერიოდი იყო პროგრამა დამატებითი მასწავლებელი რო იყო სკოლაში ქართული ენის ერთ-ერთ აზერბაიჯანის სოფელში ყავდა ეგეთი მასწავლებელი მე რაღაცა ეგ პროგრამა საერთოდ გაუქმდა თუ გაჩერდა და რეალურად აი წარმოიდგინე სოფლის დონეზე გვაქვს მარტო სკოლა სადაც შეუძლია ახალგაზრდას ისწავლოს ხო გვაქვს სოფლები სადაც გვაქვს მაგალითად აზერბაიჯანული სკოლა მე-9 კლასამდე და გვაქვს სომხური სკოლა მე-12 კლასამდე ანუ იქ მთელი სწავლება მიდის აზერბაიჯანულად და სომხურად და პარალელურად ქართული არის უკვე დამატებითი საგანი და პლუს დამატებითი პროგრამით ისწავლება უკვე ხა ბოლო დროს მაგრამ რეალურად ეს თემები ან მე ვსაუბრობ კონკრეტულად იმ სოფლებზე რომელიც არ არის შერეული ანუ შერეულს რას გულისხმობ სადაც არ ცხოვრობს მაგალითად ქართველი ან სხვა ეთნიკური წარმომადგენელი არამედ ეს სოფლები არის თავისთვის კომპაქტურად დასახლებული ხო ძირითადად მათი ყოველდღიური გამოსაყენებელი ენა მაინც არის თავისი ენა ხო ანუ გულისხმობ კი ვიცით ყველამ ძალიან კარგად რომ ჩვენი სახელმწიფო ენა არის ქართული და ყველამ უნდა ვიცოდეთ ეს მაგრამ მეორეა რას ვაკეთებთ ამისთვის რომ ყველამ ეს ენა ვიცოდეთ რა იმიტომ რომ არასდროს არ ქონდათ ამ ხალხს შესაძლებლობა გარდა იმისა რომ სოფლიდან გამოვა და ვიღაცასთან უწევს კომუნიკაცია ეს ენას ცოდნოდა და ეს კიდე ბევრი სხვა მიზეზების გამოა უბრალოდ ვიძახოთ რომ რატო არიციან ქართული ენა ხშირად მსმენია ეგ რა ეგ ძალიან ჩემთვის მტკივნეულია იმიტომ რომ რო ჩაუღრმავდე სხვა პრობლემები არის და განსაკუთრებით ახლა ახალგაზრდებში და ეს ახალგაზრდა ოჯახებში უკვე საკმაოდ კარგი ცოდნა არის ქართული ენის, მაგრამ ეს ბევრი და მიზეზის გამო, იმიტომ რომ უკვე ურთიერთობა მიმოსვლა არის და ასე შემდეგ, ხო? მაგრამ ძირითადი ენა მაინც კომპაქტურ თემში არის ის ენა, რაზეც ყოველდღიურად საუბრობენ და ამან გამოიწვია ეს, რომ წლების განმავლობაში, მოკლედ არ ისწავლებოდა რა, ეს არ იყო რაღაც კონკრეტულად მიმართული, რომ ამ ადამიანებმა და ჩვენმა მოქალაქეებმაც ისწავლონ ქართული ენა. და ეხლა ისეთი სიტუაცია რომ ანუ იციან, იმიტომ რომ ეს პროექტები, რასაც ჩვენ ვაკეთებდით იგივე ახალგაზრდული ცენტრით, ყველაზე მთავარი იყო ის, რომ ამ ადამიანებს და ახალგაზრდებს ეძლეოდა საშუალება ინტეგრაცია განეცადათ და ყველაზე მთავარია რომ ამათ ჰქონდეთ ინტეგრაცია საზოგადოებასთან, იმიტომ რომ ეს არის ის თემი, მათ შორის მეც ვარ მაგ თემის წარმომადგენელი, რომელიც მზად არის, რომ ძალიან კარგად გამოიყენოს თავისი რესურსი ქვეყნის განვითარებისთვის, თუმცა მათ უნდა მიეცეთ საშუალება ამის კეთების რა. როდესაც შენ ზღუდავ ესეთ თემის წარმომადგენლებს და მათ შორის მათ იყენებ მხოლოდ საარჩევნოდ და ამაზეც მივალთ ალბათ ჩვენი საუბრის დროს, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავიაზროთ როგორ ხედავს სახელმწიფო დღეს ეთნიკურ უმცირესობებს, მათ შორის კომპაქტურ დასახლებებს და იმ რეგიონებს, სადაც მხოლოდ ეთნიკური უმცირესობები ცხოვრობენ. ეს არის ძალიან რთული გასააზრებლად, მაგრამ ამ ადამიანებს იყენებენ მხოლოდ რაღაც დაპირებების საფუძველზე, იყენებენ მხოლოდ არჩევნების დროს. და ამ თემს არანაირი ჩართულობის განცდა არ აქვს რა, არაფერში არ ერთვება, არანაირ გადაწყვეტილებაში არ ერთვება, არაფერ იმაში არ ერთვება, რომ სოფლისთვის და არა მარტო სოფლისთვის, არამედ ზოგადად ცოტა უფრო ფართედ, ანუ სოფელს რო გაცდები, კიდე რა შეგვიძლია რომ გააკეთო, იმაზე ფიქრის საშუალება აღარ აქვს, ანუ მოსპობილი აქვს მთლიანად. კი, შეიძლება რაღაცები გააკრიტიკოს, მაგრამ აქტიურად არ იყოს პროცესებში ჩართული და ეს არის ყველაზე რთული რეალურად. ოღონდ ეს ბევრი ბარიერის გამო რა. ყოველთვის ეს ადამიანები იყვნენ გარიყულები და იყვნენ ანუ იმ პოზიციის ქვეშ, რომ აი არჩევნების დროს იქნებიან გამოყენებულები იმ მთავრობის მიერ, რომელიც მოვა ხელისუფლებაში, რომელიც მოვა ძალაუფლებაში რა. ანუ ეს წლებია ესია. ანუ ჩვენ რო გადავხედოთ ჩვენი ქვეყნის ისტორიას და იმ სირთულეებს, რაც გამოვიარეთ, მესმის ძალიან კარგად, რომ შეიძლება იმათთვის არასდროს არავის არ ეცალა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი პრობლემები გვაქვს დღესაც ქვეყანაში, მაგრამ აი ამან მოიტანა ეს გამოწვევა.
რაზეც ბევრი სამუშაოა რა. მე მახსოვს ეხა ახალგაზრდები რომ მოდიოდნენ, რაც შენ თქვი და რასაც შენ დააკვირდი, მეც ხო იქ ვიყავი ჩართული ყველაფერში და უყურებდი. მე მახსოვს ახალგაზრდები, რომლებიც მოდიოდნენ და ანუ ერიდებოდათ საუბარი. ანუ იმიტომ კი არა რომ ქართული არ იციან. აი ვინც იცოდა, იმათაც კი ერიდებოდათ, იმიტომ რომ ერიდებოდათ შეცდომის დაშვების, ერიდებოდათ, რავი, ზოგი ჩანთით იჯდა ხო ხვდები რომ აი რაღაცა შეხვედრაზე, რაღაც თავისუფალად არ გრძნობდა თავს. ანუ ეს მომენტებიც ჰქონდა და არა მარტო ახალგაზრდებში, მათ შორის ქალებშიც იყო ეს რა და ну, ესაც თავის ხრივ რაღაცა სერიოზულ პრობლემაზე მიგვანიშნებს, ხო? ანუ თუ მოქალაქე საქართველოში არ გზნობს თავს სრულფასოვან მოქალაქედ, ანუ ის ვერასდროს ვერ იქნება თემის აქტივობაში ჩართული. რომ თემისთვის რაღაც შეცვალოს. შეძლებს რომ თავის ხმა გააგონოს ხებს. ხო, ვერასდროს. ანუ ერთმანეთში ისაუბრებენ, ერთმანეთის პრობლემა ყველამ კარგად იცის, მაგრამ რეალურად ის პრობლემა აღარ გვარდება და ეს იმდენი წლის განმავლობაში ილექება, რომ ძალიან რთულია მე ამ ადამიანებს დაარწმუნო, რომ რაღაცა შეგვიძლია უკეთესობისკენ შევცვალოთ ერთად. ანუ ძალიან რთულია რა. ხო და ეს არის რაც აი ენის ცოდნამ რამ სადამდე მოგვიყვანა, მაგრამ რეალურად ბევრი სხვა ბარიერიც არის კიდევ რა. მე აი კიდე ერთ სფეროს მინდა შევეხო, აი ეს არის ჯანდაცვა და ხო ჩემთვის იყო გამოუგნებელი შენ რომ მითხარი რომ ესე კლინიკა საავადმყოფო არ არსებობს თეთრი წყაროში და აი ძალიან საინტერესოა აი ამ კუთხით რას ფიქრობ აი ეს გამოცდილება მე მასოს ამბობდი რომ პროექტი გქონდათ სადაც უზრუნველყოფდით ქალების გამოკვლევებს ხო და მიხავდათ თბილისში ალბათ და მაგრამ ადგილზე ასეთი არაფერი სერვისი არ არსებობს და როგორ ახერხებენ თეთრი წყაროელები რომ აი ეს პრობლემები რაც უკავშირდება მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას ასეთ მოაგვარონ. თუ არ ვიცი, შეიძლება ვერც აგვარებენ და ესეც ძალიან დიდი პრობლემაა. ხო, ანუ თეთრი წყაროში ჩვენ გქონდა საავადმყოფო ადრე, რომელიც დაიკეტა და მე რაღაც გარკვეული ძალისხმევების შედეგად დარჩა ჯანდაცვის რაღაც რეგიონალური ცენტრის ქვეშ და უბრალოდ აქ ამბულატორიის ფუნქცია შეთავსებული რა. ანუ სასწრაფო ცალკე გვაქვს შენობა, სასწრაფო მანქანების და სასწრაფო იმის სამსახურის და ეს კლინიკის შენობა გვაქვს ცალკე, სადაც ძალიან მაგარი ექთნები ყავს სხვათა შორის და მთელი ჩვენია ეს რაღაცა ნდობა არის ამ ექთნებთან მიჯაჭული, ვინც თეთრწყაროში ყავს, მაგრამ როგორც საავადმყოფო ის არ არის ძლიერი, უფუნქციუროა ფაქტიურად და ძალიან ბევრი შიდა პრობლემებია კიდე. და აი მაგალითად ხშირად მიწევს ხოლმე გავყვე მეგობარს ან ნათესავს საავადმყოფოში, მარნეულში ან თბილისში და ძალიან ხშირად ვხედავ იქ თეთრი წყაროელებს. ანუ ვისაც ჭირდება ექიმი ან რაღაც სერვისი ექიმის, ხშირ შემთხვევაში ჩამოდის თბილისში ან მარნეულში, ან მარნეულში განსაკუთრებით. ეხლა ბოლოს რამოდენიმე წლის წინ ბოლნისშიც რო გაიხსნა ეს საავადმყოფო, უკვე ბოლნისის საავადმყოფოსაც ვიყენებთ ხოლმე. რეალურად რო განსაზღვრო 9 საათის სავალი არის ან თბილისამდე 1 საათის სავალი რა და ეხლა მანქანა თუ ყავს კი ბატონო წამოხვალ, მაგრამ ჩვენ ხო ყავს ადამიანები და მათ შორის ხანდაზმულები, ვისაც მანქანა არ ყავს და მათ შორის მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ცდილობები იყო შიდა ტრანსპორტი მოგვეგვარებინა, მაინც ბოლომდე მე არ მიმაჩნია რომ ჩვენი შიდა ტრანსპორტი მოგვარებულია და ამასაც თავის ხარვეზები აქვს. ანუ ადამიანები მაინც ვერ იყენებენ რა ამ რესურსს, თუნდაც შიდა ტრანსპორტის და რა ვიცი ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი, ვინც წლების განმავლობაში შეიძლება ექიმთან უბრალოდ კონსულტაციაზე არ მისულიყო, ის კი არა რაღაც სასწრაფოდ ჭირდება გადაუგებლად, არამედ რაღაც გეგმიურ შემოწმებას. მათ შორის ქალებიც და ეგეთები ყავდა ჩვენ ერთი პროექტის ფარგლებში 50 ქალი ყავდა წამოყვანილი თბილისში და სხვა პროექტიც ჰქონდა კიდე, სადაც კიდე ანუ რაღაც 40-მდე ქალი ყავდა წამოყვანილი გამოკვლევებზე. მე რასაც ვაკეთებდით მუნიციპალიტეტთან ერთად თვალის კლინიკა ყავდა ჩამოყვანილი და ხანდაზმულებს ადგილზე უმოწმებდა თვალის მდგომარეობას. აი, ქალებს რაც შეეხება ეს იყო ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერა, რაც შეეხება მუნიციპალიტეტთან ერთად გაკეთებულა ეს თვალის კლინიკა, რომ ამოიყვანდა ეხაცა აქვს ეგ სერვისი მუნიციპალიტეტს.
ეგ უკვე კლინიკასთან შეთანხმებით კეთდებოდა. ანუ რაღაცა სერვისები შეგვეძლო ისეთი შეგვეთავაზებინა, რომ თქვა უშუალოდ ექიმებთან და კლინიკებთან კომუნიკაციით, მაგრამ ხო, ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს ამ პროცესში დონორებმა და იმ თქვა საელჩოებმა, რომლებმაც მხარი დაგვიჭირეს. ეს ნიდერლანდების საელჩო მართლა ძალიან ესე გამოკვეთილად მაქვს, იმიტომ რომ მათ ჰქონდათ ეს რეპროდუქციული ჯანმრთელობის მიმართულებით მხარდაჭერა და მათ შორის ახალგაზრდა გოგოებსაც უხსნიდით, აი ჩემი გუნდის წევრი მუშაობდა მაგაზე აქტიურად, უხსნიდით ამ რეპროდუქციული ჯანმრთელობის, რა ვიცი, მთელ სპეციფიკას რა. და ეს ისეთი თემებია, რაზეც არ ვიცი, ჩვენთან რაღაცა ან ერიდებათ საუბარი, ან არ საუბრობენ და ეს სივრცე რეალურად რაც ჩვენ გქონდა, ამის საშუალებას იძლეოდა რა, რომ ადამიანებს მეტი ინფორმაცია მიეღოთ და ყველაზე მთავარი არის აქ ზუსტად რომ რასაც აკეთებ, ანუ ყველაზე მთავარი არის რომ ადამიანამდე ინფორმაცია მიიტანო, რა შეიძლება და რა არის რა სერვისები არსებობს საერთოდ. და რაც შეეხება ამ საავადმყოფოს, კოვიდის დროს ჩვენ 40 დღე ვიყავით ჩაკეტილები თეთრი წყარო და წარმოიდგინე როგორი რთული იყო, იმიტომ რომ ყავდა ორსული ქალებიც, ან რომლებიც მახსოვს რომ არ ყვევდნენ, მაშინ საშვებით გამოდიოდით ხოლმე თეთრი წყაროდან და რომლებიც არ ყვევდნენ, რომ აი რაღაცა საშვის ამბებს და ყველაფერი როგორ გამოსულიყვნენ ქალაქიდან და ასე შემდეგ და მაშინ რეალურად ძალიან მძაფრად ვიგრძენი ამ საავადმყოფოს არარსებობა ჩვენთან რა. ანუ რა გახდა ისეთი რომ კარგი კი ვართ ახლოს და მით უმეტეს ახლა გზები გვაძლევს მაგის საშუალებას რომ მალე ჩამოვიდეთ, მაგრამ ამხელა მუნიციპალიტეტში საავადმყოფო როგორ არ უნდა არსებობდეს, ანუ ეს არის, არ ვიცი, კატასტროფა რა, ახლა გუშინ იმაზე მთვარეზე გაფრინდა ადამიანი და ჩვენ საავადმყოფო არ გვაქვს და კოვიდის დროს კიდე 14 ამბულატორია აღჭურვეთ. მაშინ, იმიტომ რომ ძალიან დიდი დარტყმა იყო სოფლის ექიმებზე და მათ აღჭურვილობა არ ჰქონდათ სათანადო წარმოიდგინე და 14 ამბულატორია აღჭურვეთ სხვადასხვა სოფლებში მიუტანეთ, რა ვიცი, თერმომეტრი არა ეს სხვა დონორი ორგანიზაცია იყო და მათი დახმარებით აი თერმომეტრი, დისტანციური პულსოქსიმეტრი, რა ვიცი, წნევის აპარატი, რავი, კარდიოგრაფი, ყველაფერი, ანუ რაც შეგვეძლო რომ გვეყიდა მათ შორის გარკვეული ავეჯიც, რომ ეს ამბულატორიები მაინც რომლებიც ან სოფლის ექიმები რო არიან და ხალხი რო მათ ენდობა, ანუ მათ მაინც ქონოდათ რაღაცა ეს სიმტკიცე მაგ პერიოდში დგომის რა, რომ აი რაღაცა ადამიანებს დაეხმარონ და ხო, ანუ ჯანდაცვის მიმართულება მგონია რომ ჩვენთან საკმაოდ დიდი პრობლემაა, საკმაოდ დიდი პრობლემა. და მოსულებზე მაინტერესებს რომ ესეთი რაღაცაა რომ ხო, თუ როგორ უნდა დაელოდო იმას, რომ თბილისში ჩამოხვიდე, ეს ესეთი პროცესია თუ აი ხო, არ ვიცი როგორ დაემთხვევი რა, ეხლა წინასწარ ხო შეიძლება კი განსაზღვრო, მაგრამ მაინც ეს ხო, ყოველთვის ვერა და სხვათა შორის ჩვენ წინა მერის პოსტი მახსენდება, მოკლედ რაღაც ესე ქონდა დაწერილი ბატონ გიორგის, რომ ანუ გზაზე მივდივარო და სასწრაფოს სურათი უდევს თან რა და გზაზე მივდივარო და მანქანა იყო გაჩერებული და სასწრაფო და გავჩერდიო მენახაო რა ხდებაო და თურმეო ახალი მოქალაქე შეგვეძინაო, ანუ ქალმა გზაში იმშობია რა სასწრაფოში თბილისში მოდიოდა ვერ ჩამოასწრო და მოუწია ანუ სასწრაფოში მშობიარობა და ანუ ძალიან კარგად და დადებითად აჩვენა ეს ჩვენმა ყოფილმა მერმა რეალურად რომ აი რაღაცა ახალი თანამოქალაქე შეგვეძინა და ბავშვი და ახალი სიცოცხლე ძალიან მაგარია რა თქმა უნდა, მაგრამ რეალურად ანუ გადაფარა პრობლემას აჩვენებს ის ფაქტი რომ შუაგზაში მოუწია ხო მშობიარობა. გადაფარა ის რეალურად ის პრობლემა, რაზეც სხვანაირად შეიძლება საუბარი, რომ აი რაღაცა საავადმყოფოს ვითხოვთ, არ გვაქვს საავადმყოფო და რაღაცა რა პროცესებია და ეს ხო სისტემურად სამუშაო ამბავია და რა ვიცი, აი რაღაცა ის ანუ ხო რას დაწერა ამ დროს რა ბავშვი გიხარია პირველ რიგში, მაგრამ რეალურად სხვა რაღაცაა პრობლემა რა. კიდე ერთი საკითხია, რაც მე ძალიან მაწუხებს არის ის, რომ ჩვენ მოედნიდან ვცდილობთ, რომ გავიდეთ სხვადასხვა ქალაქში მუნიციპალიტეტში თქვენთანაც ჩამოვედით და ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა არის ის, რომ ადამიანებს ეშინიათ შეხვედრაზე მოსვლა. აქ საუბარი იმაზე არ არის, რომ პარტიაში გაწევრიანდნენ, ან მხარი დაგიჭირონ, ან რაღაც დაწერონ სოციალურ ქსელში.
აქ საუბარია უბრალოდ შეხვედრაზე რომ მოხვიდე და ესწრო, შეიძლება აზრი არც გამოთქვა, შეიძლება არც მოეķონო, ხო? მაგის გარანტიაც არ არსებობს. მაგრამ აი არ მოდიან, იმიტომ რომ ვიცით ზოგიერთი შეხვედრის გაუქმებას უთავშორის მოგვიწია მაგის გამო, რომ შეხვედრის ორგანიზატორმა რეგიონში გითხრა, რომ აი ვინც უნდა მოსულიყვნენ, ისინი მუშაობენ ბაღში, სკოლაში და დაურეკეს, რომ სად მიდიხართ. და აი ამ კუთხით უფრო მეტი ინფორმაცია შეგეცოდინება, რომ ძირითადად ვის მიმართ შეიძლება ესეთი ზეწოლა განხორციელდეს, რამდენად ხშირად გსმენია შენ, რომ ადამიანებს არ აქვს შესაძლებლობა, რომ გამოთქვა უბრალოდ საკუთარი აზრი დაესწრონ შეხვედრას, გამოიყენონ თავისი უფლებები. ამ შემთხვევაში თავისუფლების მოედანი პარტიად არის ჩამოყალიბებული, ხო და რაღაცა ის ადამიანები, რომლებიც მუშაობენ საჯარო სამსახურებში, მათ მართლა ეშინიათ პარტიებთან გაკარების. ჩვენთანაც იგივეა, ანალოგიური ამბავი ხდება, არაფერი განსხვავებული სხვა რეგიონებთან. და ეს ერთიან სისტემის პრობლემას მიანიშნებს, იმიტომ რეალურად რეგიონებში ჩვენ არ გვაქვს რაღაცა ისეთი სივრცეები, სადაც ადამიანები თქვათ ან თვით დასაქმდებიან, ან უბრალოდ თავისუფალ ბიზნესზე არიან ჩამოკიდებულები, ასე ვთქვათ, ანუ დამოკიდებულები ამ ბიზნესში მუშაობის, ხო? და ხშირ შემთხვევაში ყველას არა, მაგრამ უმრავლესობას უწევს მუშაობა საჯარო სამსახურებში. მოდი განსაზღვროთ რა არის საჯარო სამსახური, არა მარტო მერია და თქვათ საკრებულო, ან რაღაცა სხვადასხვა დაწესებულებები, არამედ მათ შორის მუნიციპალური აიპებიც კი, და ესეთი აიპები ძალიან ბევრია და ამ აიპებში ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობს და ეგ კიდე ცალკე ამბავია, რატომ მუშაობს ამდენი ადამიანი ამდენ აიფში და რეალურად რატო ვერ ვდებთ იმ შედეგს, რა შედეგიც უნდა დავდოთ, თუნდაც იგივე კულტურის მიმართულებით, იგივე რაღაც სხვადასხვა მიმართულებებით, ანუ მაინც შედეგი არ იდება, ანუ ძალიან ბევრი გაბერილი შტატებიც არის, ხო, მათ შორის. არ ვიცი ხა თუ ქონია მაგაზე დაკვირვება, მაგრამ ჩემი დაკვირვებით მაგას გაგიზიარებ და ეს ადამიანები ყოველთვის სამწუხაროდ გამოყენებულები არიან პარტიულად, მათ შორის სკოლის მასწავლებლებიც, ხო? ამ ხელა წნეხი მოდის ამ ადამიანებზე რეალურად, რა, ესენი არიან ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც რეალურად ჩვენ ქვეყანას, ჩვენ საზოგადოებას ემსახურებიან, მაგრამ ამ ადამიანებზე მოდის წნეხი მარტო იმის გამო, რომ მუშაობენ საჯარო სამსახურში. ანუ რა არის ეს ახლა? არ შეხვდე ვიღაცა ახალ პარტიას, თუ სადმე შეხვდი ან რამე დააფიქსირე, მათ შორის, ანუ შეგექმნება სამსახურში პრობლემა. რას ნიშნავს სამსახურში შექმნა პრობლემა? ეს არის ის, რომ სამსახურიდან გაანთავისუფლონ. ან უბრალოდ დააწერინონ ახსნა-განმარტება და ეს ახსნა-განმარტებებით დაწერილი მერე გაანთავისუფლონ, ან რაღაცა მოუდონ, რომ ვერ შეასრულა საქმე და ასე შემდეგ. ეგეთი მაგალითები თუ გახსენდება, ვინც ესეთი მაგალითები თეწყაროში არის, მე ხარ არ დავკონკრეტდები, მაგრამ მე გეტყვი ჩემ დაკვირვებას, რასაც მე ვმუშაობდი, აი ჩემი წლების გამოცდილებიდან გამომდინარე, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია, ხო, როგორც ახალგაზრდული ცენტრი. ბოლო დროს, სანამ ეს რუსული კანონი და აგენტების კანონი და მერე ეს რუსული კანონი და ეს ყველა კანონები დაემატებოდა, მანამდე პერიოდში მე ძალიან კარგად მახსოვს, როგორ მართავდნენ საჯარო სამსახურში მომუშავე ადამიანებს, როდესაც მაგალითად დაიდებოდა Facebook პოსტი, ან Facebook-ით რომ მივხვდეთ რა, დაიდებოდა Facebook პოსტი და როგორ აზიარებდა ამას ყველა საჯარო მოსამსახურე. კონკრეტულად მუნიციპალიტეტის პოსტი მაგალითად, ან კომენტარები. ანუ განცდა მქონდა და ვიცოდი რომ რაღაცა ჩათები აქვს შექმნილი, სადაც ამას აგდებენ და ეხლა ყველა იწყებს გაზიარებას. ან კომენტარები. იმენად არაბუნებრივი იყო, რომ თავისინებით არ გააზიარებს ასეთ პოსტს, ხო? ხო, იმიტომ რომ ნუ შეიძლება რაღაცას ვეწინააღმდეგები და ხშირად იყო შემთხვევები, მათ შორის მე რო საჯარო სამსახურში მუშაობდი ან რეინჯერად, მაშინაც მახსოვს, ეგ პერიოდიდანაც მახსოვს, რომ ხშირად იყო შემთხვევები, როდესაც ადამიანებს, იმიტომ რომ არ უნდათ რაღაცის გაზიარება, Facebook-ების გაუქმება უწევდათ. ანუ ეს ხდებოდა და ამას ხედავ, იმიტომ რომ ამ ადამიანებთან შეხება გაქვს რა. და წარმოიდგინეთ დღეს, როდესაც მე შეიძლება რაღაცა გავაზიარო,
თუნდაც იგივე რაც ხდება თბილისში პროტესტზე, ხო? თუნდაც იგივე რომ რაღაცა ტროტუარზე დგომის გამო ციხეში ქსვავენ და ასე შემდეგ. ეგ რო გავაზიარო, ანუ არც ერთი საჯარო მოხელე არ დაალაიქებს ამ პოსტს. მაგრამ ჩემი სურათი რო დავდო, ან ჩემი ჩართულობით რაღაცა დავდო, ან უბრალოდ გავსთორო. მაგრამ პოსტად არ ჩანდეს რო კომენტარი. იქ მაგზნობინებენ რომ ხედავენ რა. ანუ ეს ძალიან დიდი ფენომენია ჩემთვის. ანუ გაგდებას რო თავი დავანებო და წარმოიდგინე მაგრამ რის გაზიარება მინდოდა კიდე რომ ჩვენ ქონდა ფილმის ჩვენება აგენტების კანონი როცა შემოიტანეს მაშინ საჯაროდ განვაცხადე რომ თუ ეს კანონი იქნება მიღებული ჩვენი ორგანიზაცია შეწყვეტს მუშაობას და ამის ბევრი მიზეზი მქონდა რატომაც ვაცხადებდი ამას საჯაროდ იმიტომ რომ მე ვხედავდი იქ რა ხდებოდა ჩვენთან ხო და პლუს ვიცოდი სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილება როდესაც ესეთ კანონებს იღებდნენ იქ რა ხდებოდა და აპრილის თვე იყო მახსოვს ფილმის ჩვენება ქონდა მაშინ მე და ევროპა ერქვა იმ ფილმს შაბათი დღე იყო და წარმოიდგინე სადღაც 50-დან 70-მდე ახალგაზრდა მათ შორის ქალებიც იყვნენ მაგ ფილმზე მოწვეული და უყურებდით ამ ფილმს და კეთი დევდარიანი იყო ჩამოსული რომელსაც ფილმის შემდეგ უნდა გაეკეთებინა დისკუსია ამ დამსწრეებთან და ემსჯელა ამ ფილმზე და ამ მნიშვნელობაზე ზოგადად შინაარსზე ხო ამ ფილმის მაშინ პირველად ჩვენ ცენტრთან მე როგორც გავიგე ან მუნიციპალიტეტის და სხვა ორგანოების დავალებით იყო მობილიზებული პოლიცია და მაშინ ურეკავდნენ სკოლის მოსწავლეებს და ეუნებოდნენ რომ დაეტოვებინათ სივრცე იმიტომ რომ ეს იყო პოლიტიკური შეკრება სადღაც 15-მდე ახალგაზრდამ სივრცე დატოვა. ოღონდ როცა გადიოდნენ ახალგაზრდები თავიდან ვერ მივხვდი რა მოხდა რა. ანუ პოლიცია კაი მოვიდა, დაიწყე ჩვენება. მე მერს მივწერო რა ხდება, რატო არის აქ პოლიცია და პოლიცია გავიდა, მაგრამ მე დაიწყო ეს რეკვები ბავშვებთან. ანუ სკოლის მოსწავლეებთან შაბათ დღეს ესეთი მესიჯები სკოლის ადმინისტრაციების მხრიდან რომ თუ თქვენ ახლა მაგ ანუ შეხვედრას არ დატოვებთ, ჩვენ სკოლის ადმინისტრაციებს შეგვექნება პრობლემები. ანუ რატო არ გეუნები კონკრეტულად საჯარო მოხელეებზე რა ხდება? ისე შემიძლია გავაზიარო უბრალოდ, მაინც ძალიან ინდივიდუალურია და მაშინ იმ ადამიანებს უნდა შეუთანხმო რომ ეს თქვა. მაგრამ ეხლა ვამბობ ჩვენზე რა ხდებოდა და ამიდან შეგვიძლია მივხვდეთ რა ხდება სხვა საჯარო სამსახურებზე. ანუ სკოლის დირექტორი ან მასწავლებელი როცა ურეკავს ბავშვს შაბათ დღეს დაეუნება რომ ეგ ანუ სივრცე დატოვე, იმიტომ რომ პოლიტიკური შეხვედრა არის და ჩვენ პრობლემები შეგვექნება და ბავშვები ცრემლებით გადიოდნენ მართლა ოღონდ რამოდენიმე გოგომ თქვა რომ აქ მინდა ყოფნა მაგრამ ვერ ხვდები და მიწევს წასვლა და ნუ რა თქმა უნდა ეხა არავის პრობლემა მაშინ არ შეუქმნით მაგრამ ეგ იყო ყველაზე დიდი დარტყმა ჩემთვის რომ რეალურად სადამდე შეუძლია მივიდნენ უბრალოდ იმისთვის რომ თავისი რაღაცა ცუდი სურვილები დაიკმაყოფილონ რა და მაშინ მივხვდი რომ რეალურად მე ძალიან ბევრ ადამიანს ჩემი საქმიანობით ვაყენებ რისკის ქვეშ. ანუ იმ რისკის ქვეშ, რომ ადამიანის უბრალოდ უნარი არ შესძენთ სამწუხაროდ, რომ პასუხი გასცენ, რომ არა, მე ამას არ გავაკეთებ. იმიტომ რომ მე ვიცი, რომ იქ არაფერი პოლიტიკური არ ხდება. ან არა, ეს არ არის ჩემი რაღაცა პრინციპი, ეს არ არის ჩემი ფასეულობა, მე ესე არ მოვიქცევი. მაგრამ ადამიანები ესე იქცევიან, იმიტომ რომ ეშინიათ სამსახურების დაკარგვის. და მე ეგეთ ადამიანებს ვიცნობ, მე ვიცნობ იმ ადამიანებს, რომლებმაც ყველაფერი დაკარგეს და შემიძლია გითხრა, რომ მე ჩემი ცხოვრების ძალიან დიდი ნაშრომი და შრომა, რაც ჩავდე ამ ცენტრში და არა მარტო მე ეგ დავკარგე და დავჯექი საერთოდ ნოლზე, ანუ ყველაფერი რაც მქონდა, რაც ჩემთვის ძვირფასი იყო, ეგ ყველაფერი დავკარგე, უბრალოდ იმიტომ რომ ჩემი პრინციპი და ჩემი ფასეულობა არის სხვა რაღაცა, მაგრამ და ჩემს ირგვლივ კიდევ კარგი რომ მყავს ის საზოგადოება გარშემო, რომელსაც შეუძლია რომ რეალურად ქვეყნისთვის, განვითარებისთვის და რაღაც წინსვლისთვის თავისი მე გადადოს და ეგეთები ძალიან ბევრი ვიცი, ეგეთებიც ვიცი, მაგრამ ვიცი კიდე ის ადამიანები, რომლებსაც რეალურად აი მართლა ეშინიათ სამსახურების დაკარგვის და ამ ორ უკიდურესობას შორის მიწევს ყოფნა. ანუ ეგ არის ყველაზე ტრაგიკული ჩემთვის, რომ ანუ რა გინდა რომ გააკეთო, რა უნდა უთხრა იმას, რომ ხო, აი რო თქვას, რომ კაი მე წამოვალ სამსახურიდან და მე ამოვიღებ ხმას და მე რაღაც რას თავაზობ.
მე ვერაფერს ვერ ვთავაზობ, ხვდები? ანუ მე ვიძახი ჩემ თავზე და ჩემ გარემოცვაზე. და ეს ჩემთვის იმდენად დამდგუნველია და პლუს ამ დროს კიდე იმის ნახვა პარალელურად რაც ხდება, იმდენად დამდგუნველია, რომ მარტო ამის გამო შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან დიდი უბედურება ტრიალებს ჩვენ თავს რა. როდესაც საზოგადოების ამხელა გახლეჩას ახდენ, არ ვიცი, კონკრეტული ძალების მეშვეობით, ეს არის ყველაზე ცუდი რაღაცა. და რეგიონებში მაგიტომაც არ მოდის ადამიანი, მაგიტო არ ინტერესდება. ეგ ერთი მიზეზი, შიშის ფაქტორი და არავინ არ თქვას, რომ რა შიშის ფაქტორი, აგენ ჩვენ ყველაფერი გადავდეთ. ეგაც მესმის, მაგრამ ეგ არის ეგ შიშის ფაქტორი და მეორე ფაქტორი, ყველაზე მთავარი, რაც მინდოდა გამეზიარებინა, არის ის, რომ წლების განმავლობაში, აი მე ხა 32 წლის უნდა გავხდე, ხო? შეიძლება ბევრი რაღაცა, რაც იმ პერიოდში ხდებოდა ან ჩემ ბავშვობაში რაღაცები სხვანაირად მახსოვს, მაგრამ აი რაც უკვე რაღაც ვიზდებოდი და ეს რაღაცა ისეთი გონებით უყურებდი უკვე ჩამოყალიბებული ხო საზოგადოებას იმ გარემოს სადაც ცხოვრობ, მე არ ვამბობ სხვა რეგიონებს, მე ვამბობ ჩემთან და რა გამოცდილებაც მე მქონია და ამ პროექტებით საკმაოდ დიდი გამოცდილება დამიგროვდა ადამიანებთან ურთიერთობის. რა დავინახე იცი? ადამიანს, მოქალაქეს არ აქვს განცდა იმის, რომ რამენაირად შეუძლია ჩაერთოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ან უბრალოდ თქვას თავისი აზრი. კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით რა. ანუ ყოველთვის იყო შეზღუდვები, სულ შეზღუდვების ქვეშ იყო საზოგადოება, ყოველთვის. ანუ გინდა თემის განვითარება აიღეს, სოფლის განვითარება აიღეს, სოფელს რა ჭირდება ის აიღე. აი მაგალითად სოფლის მხარდაჭერის პროგრამები ხო გვაქვს, აი მუნიციპალიტეტის მხრიდან გამოყოფილია თანხები, რომ სოფელმა რა უნდა გააკეთოს. იქაც კი რომ გადახედო ეგ დადგენილებები, რომ ნახო, ყოველ წელს იცვლებოდა მიმართულებები. აი რა მიმართულებები შეიძლება? მაგალითად გარე ტრენაჟორები, სტადიონი, რა ვიცი, წყალი, გარე განათება. ანუ იმის იქით, რომ გემსჯელა, რა გინდა სოფლისთვის, ვერ იმსჯელებდი, იმიტომ რეალურად ის შეზღუდვა გაქვს, ხო? ანუ გეუბნება, რომ ამაზე მაქვს თანხა მარტო. და ეს სოფლის კრებებიც რო ტარდებოდა, უკვე რაღაცნაირად გეგონება, უკვე მზა იყო მოწოდებული, რა უნდა გაკეთებულიყო ანუ სოფელში. და ესე კარგია, ხო, სადაც ანუ მოვედი, მოგისმინე, წავედი, ხო? კრება დარჩა მხიარული. ხო. ხო, აი რა არის, კიდევ მეკითხა, რომ აი შენი აზრით, აი ყველაზე პრიორიტეტული შენ რო გქონდეს ახლა ძალაუფლება, შენ რო იყო მერი, შენ რო იყო გუბერნატორი. რა არის პრიორიტეტი შენი აზრით, ხანდაც ძალიან კარგად იცნობ ამ მუნიციპალიტეტს, რაშიც აი შენ ენერგიას ჩადებდი და იტყოდი, რომ აი ის რო გავაკეთოთ იქნება გარდამტეხი და ძალიან მნიშვნელოვანი. აი უყურე მანდ მიმქონდა რა ეგ აზრი რომ ყველაზე მთავარი ჩემთვის აი ისევ წინა კითხვას რო დაუბრუნდე და ამ კითხვას გავცემ პასუხს რა აი ამის აქედან გამომდინარე რომ ადამიანებს ეგ არასდროს არ ქონდათ სივრცე თავისუფლად გამოხატულების აზრის დაფიქსირების და ყოველთვის იყო შებოჭილი საზოგადოება განსაკუთრებით საჯარო მოხელეები ყოველთვის იყო შებოჭილი ყოველთვის ანუ წარმოიდგინე ამ ხელა საქმეს აკეთებენ რეალურად ხო ანუ ხო ყავს რეალურად მართლა ვინც უბრალოდ კი არ არის გაფორმებული არ მართლა ვინც მუშაობს ხო ეგეთი ადამიანები ძალიან ბევრი ყავს და ანუ რა ხდება ამ ადამიანებს უზღუდავენ სივრცეს ის კი არ Facebook-ზე რას დაწერს რას დააკომენტარებს იმას უზღუდავენ და ახლა შენ სოფელში რა გჭირდება შენი ჭირიმე მაიცადე რა კარგად იყავ ან რასაც გეტყვი იმას გავაკეთებ იმიტომ რომ აგერ პროექტს შევადგენ აგერ მარტივია აგერ ეს არის აგერ ამის ცოდნა მაქვს და მორჩა ანუ ეგ ბევრი მიზეზია კიდე რომ ადამიანები დღეს დიდ წილად ხმას არ იღებენ ეს ჩემი დაკვირვებით და მე დავუშვათ და მომეცა ეგ შესაძლებლობა რომ რა ვიცი ჩათვალე რომ გინდა მერი ვარ თეთრი წყარო შეიძლება გავაკეთებდი ხო პირველი რასაც გავაკეთებდი არის გავსდიდი მაქსიმალურად მოქალაქეების ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ამის ძალიან ბევრი ჩართულობის მექანიზმი არსებობს ჩვენთან ქვეყანაში რა ვიცი მრჩეველთა საბჭო ახალგაზრდული საბჭო შემოპირთა საბჭოების შექმნა რაც გვაქვს მაგრამ რაღაც დიდად ვერ ფუნქციონირებს თქვათ ხო
ანუ ბევრი რაღაც სხვადასხვა ესეთი მექანიზმები არსებობს და ამაზე რამოდენიმე ორგანიზაცია არის ჩვენ ქვეყანაში, ვისაც ძალიან დიდი ცოდნა აქვს რეალურად როგორ უნდა მოხდეს თემის ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მე პირველი ამას შეუწყობდი ხელს. ეგ აუცილებელია, ეგ გარდაუვალი პროცესი. ანუ ჩვენ თუ გვინდა განვითარებაზე ვისაუბროთ, ჩვენ თუ გვინდა რომ ჩვენი ქვეყანა განვითარდეს, ჩვენ უნდა შევუწყოთ ხელი ადგილობრივ მოსახლეობას, ანუ ადამიანებს, მოქალაქეებს იმაში, რომ ანუ ჩართული იყვნენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში რა. და მაქსიმალურად აფიქსირებდნენ იმას, რაც აწუხებდა. მერე უკვე დაამატებ ვიღაცა სპეციალისტებს, მკვლევარებს და ასე შემდეგ, რომ ეს საკითხების მოგვარებაში დაეხმარონ, იმიტომ რომ ყველამ არ უნდა იცოდეს ყველაფერი, ხო? ყველა თემა არ არის აუცილებელი რომ იცოდეს, მაგრამ ეგ და ეს ჩართულობის მეთოდები, ანუ არსებობს. დაწერილიც არის. დატესტილიც არის ჩვენ ქვეყანაში სხვადასხვა რეგიონებში, მათ შორის ჩვენც გქონდა მრჩეველთა საბჭო. რამოდენიმეგან არის ახალგაზრდული საბჭოები, ხო? მაგრამ ეს როგორც მექანიზმი არასდროს არ განვითარდა, არ გაგრძელდა, ხვდები? და იქაც კი მოისპო ეს პროცესი და მე მაგას შეუწყობდი ხელს, იმიტომ რომ ეგ არის მთავარი. და როდესაც ადამიანი იქნება ჩართული თავისი სოფლის ან თემის ან მუნიციპალიტეტის პრობლემური საკითხების მოგვარებაში, ის უფრო ძლიერად დაუდგება მე რაღაც სხვა პროცესებსაც, ის უფრო მეტად დაიცავს თავის სოფელს, თავის მეზობელს და ყველას რა. ანუ ეგ არის ჩემთვის, რა ვიცი, აი. და მაგის შემდეგ იმედია საკანალიზაციო სისტემაც გეგენება. მათ შორის, ხო. როგორც ვთქვი, მარტო სამ ქუჩაზე. რამოდენიმე ქუჩაზეა, ხო? ხო, რამოდენიმე ქუჩაზეა და დანარჩენ ადგილებში არის და ხო, ეგ ქალაქში. ხო, ჩვენ მაგ ხო, ქალაქში, ხო. და ჩვენ მაგაზეც ვსაუბრობდით, რომ რამხელა პრობლემებთან შეიძლება იყოს ეს დაკავშირებული მომავალში. ჩვენ ახლა დასრულებისკენ მივდივართ და ბევრი დრო არ გვაქვს და ამიტომ რაღაც ბევრ საკითხს ვერ ვეხებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იგივე ტურისტული პოტენციალი თეთრი წყაროს, რომელიც არ არის გამოყენებული, თუნდაც ის, რომ იქიდან ჩვენი მეგობრები, თანამშრომლები ცენტრის ემიგრაციაში წავიდნენ და ამ ადამიანებისგან იცლება, ხო? თეთრი წყარო უამრავი პრობლემა არის და ხო, კიდევ გვექნება შესაძლებლობა, რომ ვისაუბროთ ამაზე. მაგრამ ხო, ეხლა მე მგონი მაინც ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცების თქმა მოვასწარით და თუ არის რაიმე რაც გინდა რომ დაამატო, მოკლედ და ამით დავასრულოთ. არაფერი, ნუ ერთადერთი იმას ვისურვებდი მართლა, რომ როგორც დავიწყეთ, ისე დავამთავროთ, რომ იმ ადამიანებს, ვისაც არ სმენია თეთრ წყაროს შესახებ, ვურჩევდი ჩამოსულიყო ჩვენთან, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მართლა ტურისტული ადგილიც არის და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიც და მათ შორის თეთრ წყარო ყოველთვის თბილისის თავდაცვას უზრუნველყოფდა და ამიტომ ისტორიულადაც თუ გვინდა გავიაზროთ რა ქვეყანაში ცხოვრობთ, თეთრ წყარო აუცილებლად უნდა ვნახოთ და ეს მაგ ადამიანებისთვის, ვინც არ იცის ჩვენ შესახებ და ვინც იცის და ვინც აგერ თეთრი წყაროდან მომისმენს, ერთადერთი ის მინდა შევძლოთ ყველამ ერთად, რომ რეალურად არაფრის აღარ შეგვეშინდეს რა, იმიტომ რომ მართლა ძალიან დიდ პროცესებს გავდივართ და ეს პროცესები თუ არ გავიარეთ, რეალურად ვერ განვითარდებით და თუ გვეშინია და იმას ვფიქრობთ, რომ ვიღაცა ჩვენ გასაკეთებელ საქმეს გააკეთებს, ეგრე არასდროს არ იქნება, ამიტომ ძალიან ბევრს ვურჩევ, რომ ცოტა უფრო თამამი გახდეს, ვიდრე დღეს არის თეთრ წყაროში. მადლობა დიდი მარ შენ მოწვევისთვის. მადლობა შენ.